ვაგრძელებთ SQL მონაცემთა ბაზების შესწავლას და ამ გაკვეთილში უნდა განვიხილოთ storage კლასების, მონაცემთა ტიპების და type affinity-ების, ასე ვთქვათ, პრაქტიკული ნაწილი ვნახოთ რეალურად რა როგორ გამოიყურება და ამისათვის ეხლა გადავიდეთ უკვე პირდაპირ პრაქტიკულ ნაწილზე. პირველ რიგში მინდა გამცნოთ, ასე ვთქვათ, რომ რეალურად აქამდე გახსოვთ ალბათ, რომ CS50.dev-ზე შევდიოდი და მანდ ვწერდი ძირითადად იმ კოდს, რომელსაც თქვენ გაჩვენებდით და თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ეგრე გააგრძელოთ და მაგ საიტზე შეხვიდეთ და მაქედან გააგრძელოთ კოდის წერა, თუმცა აი ამ კონკრეტული გაკვეთილიდან რეალურად მე ჩემს ლოკალურად ჩემს კომპიუტერში გადმოწერილ VS Code-ს გამოვიყენებ, რომელიც ვიზუალურად თითქმის იგივენაირად არის, მე ჩემი ტერმინალი მაქვს უბრალოდ აქ და რაღაცები მოწყობილი მაქვს ისე რომ მე რო უფრო მომეწონებოდა. ვისაც გაინტერესებს ზოგადად როგორ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, უამრავი მასალა არსებობს ინტერნეტში და ნელ-ნელა შეგიძლიათ გაერკვეთ, მაგრამ აუცილებელი საერთოდ არ არის. ამიტომ ჩათვალეთ, რომ შეგიძლიათ უბრალოდ CS50.dev-ზე გააგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა. ეს ახლა თქვენ რასაც უყურებთ არის უბრალოდ ცარიელი ფოლდერი, გახსნილი ისევ ისევ VS Code-ით და მე უბრალოდ ახლა იმ გარემოს, ასე ვთქვათ, მოვაწყობ, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენსავე, ასე ვთქვათ, ჩვენსავე დავალებებზე და ჩვენი გაკვეთილისთვის. მშვენიერი. SQLite 3 აქაც დაყენებული მაქვს, რა თქმა უნდა. თქვენ დაყენება არ გჭირდებათ თუ იმას იყენებთ CS50-dev-ს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლოკალურად დაყენებული მაქვს ჩემთან. და როგორც წინა ვიდეოებში გავაკეთეთ, MBTA-DB გავაკეთოთ აქაც. როგორც ხვდებით, ეს ცარიელი იქნება tables მაგალითად არაფერს არ გვაძლევს, სქემა არაფერს არ გვაძლევს. მოდით ავდგეთ და გავიმეოროთ ის ასე ვთქვათ query-ები, რომელთაც ახალ ცხრილებს ვქმნიდით. აი ესე, create table ბრძანებას გავუშვებ. აი ესე. ამას გარდა, ანუ rider-ის გარდა კიდევ გადმოვაკოპირებ stations-ის ბრძანებას. task me again, კი ბატონო, აი ესე. გავასუფთავოთ ცოტა და ასევე გადმოვაკოპირებ visits ის შესაბამისი ცხრილის შესაქმნელ ბრძანებას. და მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება. ოკეი, გვაქვს tables, მშვენიერი, თითოეული სქემა გვაქვს, ძალიან კარგი. ანუ ჩემს ახალ გარემოში გადმოვედი, მაგრამ რაც გქონდა, ასე ვთქვათ, წინა გაკვეთილებში შესრულებული, იმას ისევ მივაღწიე. და რეალურად სქემა გვაქვს. Create table riders, create table stations, create table visits. თავისი სვეტებით. ყველაფერი რიგზეა. და ახლა უნდა გადავიდეთ იმ ნაწილზე, სადაც უკვე ტიპების გამოყენებას ვეცდებით და რამენერად უნდა ვიპოვოთ გზა, რომ აი ამ, ასე ვთქვათ, აი ამ სვეტებს მივუმატოთ კიდევ ტიპების შესახებ დამატებით ინფორმაცია. რეალურად რამდენიმე გზა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მოდით ახლა ვცადოთ ყველაზე ასე ვთქვათ, მარტივი გზა. იმისათვის, რომ კონკრეტულ ცხრილს სტრუქტურა შევუცვალო და შეგნით რაღაც ინფორმაცია ჩაამატო სქემაში, რაღაც ინფორმაცია ჩაამატო, აქ დაამატო, რომ ეს ID რა ტიპის არის, name რა ტიპის არის და ასე შემდეგ. ყველაზე მარტივი გზა არის, რომ წავშალოთ ეს ცხრილი და ახლიდან შევქმნათ. ოღონდ უკვე ახლიდან შევქმნათ იმ დამატებითი დეტალების გათვალისწინებით, რომელიც გვინდა რომ ჩვენ ცხრილს ჰქონდეს. შესაბამისად შეგვიძლია ავკრიფოთ, მოდი გავასუფთავებ და ესე აი ესე drop ეს გავასწოროთ აი ესე მშვენიერი drop table ნახეთ რა წერია drop ანუ დააგდე, გადააგდე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ წაშალე riders okay გავუშვათ tables ნახოთ და riders აღარ არის, stations და visits დარჩა, მაგრამ riders აღარ არის. მშვენიერი. Drop table stations. აბა კიდევ ვნახოთ რა table-ები დარჩა. Okay, მარტო visits დარჩა. Drop table visits. გავუშვათ.
აბა ვნახოთ. შვენიერი. საერთოდ აღარ არის table-ების სქემაც რო ავკრიფოთ. სქემა, ესე. არაფერს არ გვაძლევს. და ახლა მოდით ახლიდან შევქმნათ ეს მომაცემთა ცხრილები, ოღონდ როგორც თქვით, ტიპების შესახებ ინფორმაცია გავითვალისწინოთ. შვენიერი. ოღონდ ერთ პატარა დეტალს კიდევ დავამატებ და განვავითარებ. რეალურად აქ კი არ გავუშვებ ახლა აქ create table, ესე კი არ გავაკეთებ ამ ყველაფერს. არამედ მაგის გარდა, მაგის მაგივრად შევქმნი აი აქ ახალ ფაილს, new file, რომელსაც დავარქმევ schema.sql, რასაც გინდათ იმას დაარქმევთ სახელად, მაგრამ .sql თუ ექნება, რეალურად VS Code და თქვენი ედიტორი მიხვდება, რომ რეალურად აქ SQL ქვერების წერა გინდათ და რეალურად ან გაგიფერადებთ ისე, რომ უფრო ლამაზად გამოჩნდეს თქვენი SQL-ი. მაგრამ ამის გარდა თავარი მოღამი რა არის ცით, რომ აი რამდენჯერაც დაგვჭირდება, რომ რეალურად ჩვენ აი ეს კონკრეტული ქვერები შევქმნათ, აი მაგალითად ეს create table ქვერები გავუშვათ, ხო? იმდენჯერ ხელით კი აღარ მოგვიწევს რომ ავკრიფოთ, არამედ ფაილში გვექნება შენახული და SQLite-ში, ახლა ვნახავთ ცოტა ხანში, როგორ უნდა უთხრათ SQLite-ს, რომ წაიკითხოს ეს ფაილი და ჩვენს მაგივრად ამ ფაილში არსებული ქვერები ჩვენს მაგივრად გაუშვას და შექმნას შესაბამისი ცხრილები, ისე რომ ჩვენ არ მოგვიწევს ყოველ ჯერზე ხელით აკრეფა. ამიტომ მოდით ახალი ვერსია ჩვენი create table ქვერების აი უკვე აი აქ SQL ფაილში, schema SQL ფაილში ჩავწეროთ და მერე წავაკითხოთ SQLite 3 მომაცემთა ბაზას, ხო? შვენიერი, ეს გავასუფთავოთ აქ, ჯერჯერობით აქ მეტი არაფერი არ გვჭირდება და აი აქ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ისევ create table riders, როგორც ხედავთ, აი SQL-ის შესაბამისი ტერმინები რაც არის, გაგვიფერა და რაც ძალიან სასიამოვნო და მოსახერხებელია დასანახად. როგორც ხედავთ, riders-ის სხვა ფერია, ანუ მომაცემთა ცხრილის სახელი სხვა ფერია, ფრჩხილები ყვითელია, რაც გაცილებით უფრო სასიამოვნოს ხდის ჩვენი ქვერების წერას, ვიდრე აი აქ რაც გქონდა რეალურად ერთ ფერში ყველაფერი და ნაკლებად გარჩევადი რომ იყო. შვენიერი. აი ახლა აი აქ შეგვიძლია უკვე ჩამოვთვალოთ ის სვეტები, ის ასე ვთქვათ, ხო, სვეტები, ის ველები, რომელიც შეიძლება გქონდეს riders, აქამდეც რო შევხედოთ, აქამდე რა ქონდა riders, ხო? აი აქ ქონდა creatable ID და name. მაგრამ ამ შემთხვევაში ID-ის გარდა, ამ სვეტის სახელის გარდა შეგვიძლია მივაწეროთ integer. ანუ ვუთხრათ თუ რა ტიპის ინფორმაციას, რა type affinity აქვს, რა ტიპის ინფორმაციის ჩაწერა გვინდა აი ამ ველში. ასევე name-ის შემთხვევაში name და აქაც ვუთხრათ რა ტიპის ინფორმაციის ჩაწერა შეგვიძლია. text. აი ესე. შვენიერი. ახლა გადავიდეთ შემდეგ ქვერიზე, ოღონდ აქ არ დაგვავიწყდეს წერტილმძიმის დაწერა. create table და ახლა უკვე stations. აი ესე. და აქაც გვაქვს ID, integer-ი იქნება. აქაც გვაქვს name, რომელიც ტექსტის ტიპის იქნება, მაგრამ აქ ასევე გვაქვს line, ანუ რომელი ხაზია, ხო? მეტროს რომელი ხაზია. აქ უკვე ტექსტი. შვენიერი. შვენიერი, აქაც წერტილმძიმე არ დაგვავიწყდეს. და შემდეგი create table visits. Rider ID, ანუ ეს უკვე შუალედური ცხრილია, სადაც rider ID და station ID იქნება შეყვანილი და რომელშიც დავთრეკავთ რეალურად რომელი მგზავრი, რომელ სადგურზე მოხვდა. Station ID. Okay. შვენიერი. აქაც წერტილმძიმე არ დაგვავიწყდეს. მოდით ახლა დავრწმუნდეთ, რომ აი ამ ჩვენს მონაცემთა ცხრილში ყველაფერი რიგზია. tables, ნამდვილად არაფერი შიგნით არ არის, სქემაც რო ვნახოთ, არაფერს არ გვიწერს, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილად drop table ბრძანებების გამოყენებით ჩვენ ნამდვილად წავშალეთ ეს
ცხრილები. ახლა მოდით გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რომ აი ეს schema SQL ფაილი რაც არის, წავაკითხოთ ჩვენს SQLite-ს ამ მომაცემთა ბაზას და უთხრათ, რომ წაიკითხოს და გაუშვას ეს ბრძანებები, აქ რაც არის ეს query-ები გაუშვას და შესაბამისი სტრუქტურა შეგვიქმნას, შესაბამისი ცხრილები შექმნას. Okay? ჩვენი არის ასეთი SQLite 3-ის ბრძანება read, read იწერება, წაიკითხე. ინგლისურად წაკითხოს ნიშნავს, ხო, read. რომელსაც უნდა უთხრათ იმ ფაილის სახელი, რომელშიც გვიწერია რეალურად ის query-ები, რომელიც გვინდა რომ წაიკითხოს. read, read, schema SQL. ჩვენი გავუშვათ და არაფერი არ ჩანს ეკრანზე. ეს როგორც წესი კარგის ნიშანია ხოლმე. თუ რამე გამოჩნდებოდა, მაშინ შეიძლება error-ი ყოფილიყო და ეგ გამოჩენილიყო, მაგრამ რადგან არაფერი არ გამოჩნდა, ესე იგი error-ი არ გვაქვს, ანუ შეცდომა არ გვაქვს არაფერი. ამიტომ მოდით ვნახოთ tables ბრძანება რამეს მოგცემს, გავუშვათ. როგორც ხედავთ, სულ რაღაც აი ამ ერთი ცალი ბრძანებით, აი ამ tail ფაილში რაც ეწერა, ყველაფერი შესრულდა, riders, stations, visits, ყველა ეს ცხრილი შექმნილია. მოდით კიდევ უფრო უკეთ დავrწმუნდეთ, აი გაითვალისწინა აი ეს ნაწილი integer-ი, ტექსტი, integer-ი და ასე შემდეგ რომ გვინდოდა რომ ყოფილიყო. გავუშვათ schema და აღმოვაჩენთ რომ დიახ, გაითვალისწინა. მოდი ეს ცოტა გავადიდოთ, უფრო კარგად რომ გამოჩნდეს. აი ესე. და აი აგერ, როგორც ხედავთ, schema-ს შედეგად ხედავთ რომ creatable riders, id integer და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რაც აქ გვიწერია ზუსტად აი ამ მიდგომით აი ეს სქემები შექმნილია და ნამდვილად გამოყენებულია. მშვენიერი. ახლა უკვე გვაქვს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება არა მხოლოდ ტიპები მიუთითოთ ჩვენს სვეტებს, არამედ ცალკე ფაილში შევქმნათ query, რომელსაც მე როგორც გვინდა, რამდენჯერაც გვინდა, გამოვიყენებთ ხოლმე და ახლიდან შევქმნით, ახალ წავშლით, ახლიდან შევქმნით და ასე შემდეგ ახალ ცხრილებს. ძალიან კარგი. ამ გაკვეთილში სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ. შემატყობინეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, რაიმე შეკითხვები ხომ არ გაქვთ. ასევე გთხოვთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, შემდეგ გაკვეთილში, სადაც კიდევ უფრო მეტ საინტერესო რაღაცებს ვისწავლით SQL-ის გამოყენებით, მათ შორის ახლა უკვე ამ ჩვენ მომაცემთა ცხრილებს შორის ბმების, კავშირების დადგენა უნდა ვისწავლოთ. აქამდე ჩვენ არაერთხელ ვთქვით რომ არსებობს primary key და foreign key, ანუ მთავარი და უცხო გასაღებები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია რომ სხვადასხვა ცხრილებს შორის კავშირები გავაბად. აი ამ კავშირებს გამოვიყენებთ იმისთვის რომ გაცილებით უკეთესი მომაცემთა ბაზის გაცილებით უკეთესი დიზაინი შევქმნათ და ჩვენი მეტროს მომაცემთა ბაზის მოდელი ისე ავაგოთ, რომ იქ გზავრებს შეეძლოთ კომფორტულად გზავრობა. შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგ გაკვეთილს. ახლა კი დროებით და წარმატებებს გისურვებთ.